ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და კანადის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი შტატებში ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის მისამართით არაერთი განცხადება გააკეთა. მათ შორის იყო ნარკოტიკებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის შესახებ გაფრთხილება. ტრამპი დაემუქრა კანადას, რომ გაუზრდიდა ტარიფებს, თუ ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხები იყო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის სასაუბრო თემა ამერიკელ კოლეგასთან. I think that the job that we're doing right now. ვფიქრობ, რასაც ახლა ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვანია. კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები მტკიცეა და სავაჭრო დაძაბულობის ან სავაჭრო ომის ნებისმიერ ფორმას ღრმა და განგრძობითი შედეგი ექნება. Deep and lasting impacts. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ჩემს კოლეგას იმის გაგებაში, თუ რადევს სასწორზე. რა თქმა უნდა, არ ვიცი, რაზე ფიქრობს ტრამპი. აქედან გამომდინარე, ჩემი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მისმა გარემოცვამ რეალურად შეაფასოს ჩვენი განსხვავებული არგუმენტები. The headspace of President Trump. დონალდ ტრამპის თქმით, პეკინის შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკს აგზავნის. საუბარია ფენტანილზე. კანადის 51 შტატად მიერთების წინადადების გარდა, დონალდ ტრამპი ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებითაც დაემუქრა. სანქციების თარიღად დასახელდა 1 თებერვალი. როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი იღებს. ამიტომ იგი 31 იანვრამდე დარჩება შეერთებულ შტატებში, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს. The Secretary of State. სახელმწიფო მდივანმა კარგად იცის, რა კავშირია ვაჭრობასა და გეოპოლიტიკას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიმუშაოთ და არ გავიყოთ იმ სოფლიოში, სადაც ამდენი გეოპოლიტიკური გამოწვევაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩინეთს. სახელმწიფო მდივანმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა. მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფენტალინის კრიზისის დასაძლევად მუშაობა. შემდეგ მე გავასაჯაროვე ყველაფერი, რაც ჩვენს გეგმებშია. საბოლოო ჯამში ერთად ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ვალდებულებაა დავწუნდეთ იმაში, რომ ჩვენი ოფიციალური პირები ამაზე იმუშავებენ და რომ ამის შესახებ პრეზიდენტსაც შეატყობინებენ. ეკონომისტები, რომლებიც კანადისთვის საგადასახადო ტარიფების დაწესებით მიყენებულ ზარალს სწავლობენ, ფიქრობენ, რომ ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიადგება და ამით არც ტრამპი იქნება კმაყოფილი. თუმცა რესპუბლიკელი პრეზიდენტის мотиваცია მაღალია. მას სურს აიძულოს სხვა ქვეყნები პატივისცენ შეერთებულ შტატებს.